ომიდან 5 წლის შემდეგ დღეს 8 აგვისტოა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსა და დაღუპულ გმირებს იხსენებენ. დილიდან ჯარისკაცების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საომარი მოქმედებების მსხვერპლთა საფლავებთან იკრიბებიან. თბილისი, გორი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი ყვავილებით ამკობენ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გახსნილ მემორიალს, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ომის მსხვერპლთა საფლავებთან შეკრებილებმა დღეს კიდევ ერთხელ შეაფასეს 5 წლის წინანდელი ინტერვენცია და ის მძიმე შედეგები, რომლებიც 5 დღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ დღემდე არსებობს. 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები ფოტოგამოფენითა და დოკუმენტური ფილმით გაიხსენეს გორში, ცერემონია ჩატარდა ფოთშიც, სადაც რუსული ოკუპაცია 33 დღეს გაგრძელდა. თამარ გოგესაშვილი ადევნებდა თვალს ომიდან 5 წლის თავისად მიმიძღვნილ ღონისძიებებს. თამარ, გისმენთ. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულ გმირებს დღეს პატივი მიაგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე. დილიდან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, იქ შეიკრიბნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, როგორც საკანონმდებლო, ისევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. იქ მივიდა საქართველოს პრეზიდენტიც. დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 8 აგვისტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ოფიციალური ინფორმაციით რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე და ასევე დაიჭრა 2000-მდე ჯარისკაცი. საკმაოდ დიდი დანაკარგი ნახა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და დაიღუპა 14 პოლიციელი და 22 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 8 აგვისტო ელზა მერთველიშვილისთვის ის თარიღია, როცა შვილს უკანასკნელად ტელეფონით ესაუბრა. კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი ტანკისტი იყო. 5 წლის წინ სწორედ ამ დღეს მან დედას ცხინვალის მისადგომებიდან დაურეკა. დედა წუხს, რომ შვილის ცხედარი ვერ ნახა. აგვისტოს შეწყდა კავშირი ჩემ შვილთან ლაპარაკის ტელეფონზეც და ყველა დაირად. იმის შემდეგ ცხინვალში იყო გორის სატანკო ბატალიონი. არც გადმოსვენება მოხდა იმათი და არც უგუზოუკლოთ არის დაკარგული ტანკიც და თვითონაც 3 ბიჭი. ორი შვილის საფლავზე მოვიდა დღეს გიორგი და გელა რომელაშვილების მამაც. ოჯახის წევრებს 5 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება უჭირთ. მშობლისთვის ამძიმია ეს ყველაფერი. რა ვიცი რა გითხრათ, მე თვითონ დაბნეული ვარ, რა ვიცი. ყველა მშობელს მოუწოდებ კიდევ ერთხელ რომ მოთმინება იქონიონ. საქართველოს ჰიმნი და სამხედრო პატივი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაგო. ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატთან და ძალოვან მინისტრებთან ერთად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ყოველთვის ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი საქართველოში იყო გაუტეხელი სული ჩვენი მეომრების. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვამარცხებინებდა ჩვენ მტრებს წარსულში და ეს იქნება საქართველოს წარმატებების და გამარჯვებების გარანტი მომავალშიც. საქართველოს მთავრობას პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა სახის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა კი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და რუსული ოკუპაციიდან 5 წლის შემდეგ არსებული ვითარება შეაფასა. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პირობებში ხდებათ ამ წლის 8 აგვისტოს, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ გზას არ გადაუხვევთ, რომ ნებისმიერი ტიპის უთანხმოება და ნებისმიერი ტიპის კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. პოლიტიკური ვითარება არის დაძაბული, რომელიც მიუხედავად მიღწეული პროგრესისა სხვა სფეროებში სამწუხაროდ არ აისახა სწორედ აი ამ ორმხრივ პოლიტიკურ ვითარებაზე. ამისი მაგალითია მართლმსაჯულების გაბმა და ის მე ვიტყოდი პროვოკაციული ქმედებები, რომელიც მაინც ხდება რუსეთის მხრიდან. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს სამძიმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოუცხადა. დავით უსუფაშვილმა მემორიალის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად შეამკო. ის ტკივილი, რომელიც კიდევ ერთხელ დაატყდა სრულიად საქართველოს, ასევე არ ექვემდებარება დროს და დღეს ყველა ერთად სრულიად საქართველო გლოვობთ იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქვეყნის მთავარსარდალი დღეს მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომის მიზეზებზე ისაუბრა. სწორედ ის რომ საქართველოს გაწია წინააღმდეგობა. გვეყო ამის გამბედაობა. და ეს იყო ჩვენი წმინდათა წმინდა ვალი. ჩემს არავის არ მოუწია მანდატი რომ ყველაზე უფრო ძლიერი მტრისთვისაც, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არ გამეწია წინააღმდეგობა. ეს არის ყველა საქართველოს არჩეული და არსებული ლიდერის ვალი. სწორედ ამის გამო გადარჩა ქართული სახელმწიფოობა. სწორედ ამის გამო გააგრძელა საქართველოს განვითარება. ამიტომ და საქართველოს გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ვერ გადარჩა ბევრი ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა. ომის გამოძიებასა და სამხედრო შეცდომების შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე. გარდაცვლილების ხსოვნას პატივი გიორგი თარგამაძემაც მიაგო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ყველა ის ჯარისკაცი, ყველა ის ადამიანი, ვინც სამშობლოს იცავდა, ნამდვილად გმირია, მაგრამ მათი დაღუპვისათვის აუცილებლად პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოს არ ააცილეს თავიდან ეს ომი. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, როგორ გავაერთიანოთ ქართველობა და დამერწმუნოთ ერთიან ქართველობას, ერთიან ეროვნულ ძალისხმევას წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგება და საქართველოს განთლიანდება. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ძმათა სასაფლაოზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. აგვისტო იყო რუსეთის მხრიდან ცოცხალი ანექსიისა და ოკუპაციის მორიგი ეტაპი. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა საგარეო პოლიტიკური მიზეზები უძღოდა ამას წინ, რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მიზეზებს, რაც გახდა ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, ამაზე ჯერ კიდევ სიმართლე არის სათქმელი. ეს არის გმირობა, რომლის ფასსაც საქართველოს მოსახლეობა ვერასოდეს ვერ გადაიხდის. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე 5 წლის თავზეც მოვლენათა ეპიცენტრად იქცა. გორში გარდაცვლილთა პატივსაცემად ღონისძიებები დილიდან დაიწყო. აღევლინა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა ფოტოგამოფენა და ახალგაზრდების აქცია. 5 წლის წინ დაბომბილ ქალაქში გარდაცვლილები გაიხსენეს. სამწუხაროდ ხშირად პოლიტიკოსების არასწორი ქცევების გამო იღუპებიან ვაჟკაცები. ეს პირველად არ ხდება. სამწუხაროდ მე ამას ვესწრებოდი 90-იან წლების ომებში, ქართულ-აფხაზურ ომში განსაკუთრებით და რა თქმა უნდა 2020 წლის ომშიც ეს კაფედ გამოჩნდა, რომ ჩვენ ყველაზე ღირსეული, ყველაზე დამსახურებული, ყველაზე პატრიოტი ახალგაზრდები შეეწირნენ, პირველ ხაზზე იყვნენ. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ამ ომში გამარჯვებული არავინ არა. ვერც ერთმა მხარე ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რის გამოც ისინი ჩართულები იყვნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ამ ომით შეიძლება რაღაცას მიაღწიათ. ომის შედეგად დაზარალებულებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეხვდნენ. ჩვენ ვართ დღეს ვიგონებთ ამ დღეებს, არ ვივიწყებთ იმ რეალობას, რაც მოყვა აგრესიას, იმ ოკუპაციის ფაქტს, იმ ადამიანებთან, ვინც პირველ რიგში განიცადა ეს ყველაფერი თავის პირად ცხოვრებაზე. შინდისის 17 გმირის ხსოვნის პატივსაცემად მათი გარდაცვალების ადგილზე ჩავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩვენ მომავალთაობასაც უნდა გადავცეთ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა ბიჭებმა ჩაიდინეს და გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ 80-86 წლებში დაბადებული ბიჭები, პრაქტიკულად პატარები, შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ერგნეთში ბოლო ქართულ საგუშაგოზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრე პოლიციელებს გაესაუბრა. გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი კი უწყების ხელმძღვანელმა კარალეთში მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შეამკო. აგვისტოს ომში 14 პოლიციელი დაიღუპა. თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ქონდა და აქვს ისტორიულად ამ ადგილს კარალეთს. ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის. სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორია. სწორედ თქვენი დანაყოფის პირად შემადგენლობას გიწევთ ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ საგუშაგოებზე რთული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასჯელახსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის დაღუპული თანამშრომლები გაიხსენეს რუსთავში, სადაც აგვისტოს ომის მონაწილეებს სასჯელახსრულებისა და პრობაციის მინისტრი შეხვდა.
სხვა ქართულ შენაერთებთან და მოხალისეებთან ერთად ეს რეზოლუციური შეიტანა და მონაწილეობა მიიღო სასწავლებლების სამინისტროს სპეცრაზმაც 4 ვაჟკაცი შეეწირა ამ ომს, რამდენიმე დაიჭრა. უბრალოდ დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს ქუთაისსა და ფოთშიც, სადაც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ომში გარდაცვლილებს პატივი ბათუმშიც მიაგეს. ხელისუფლების მხრიდან გამოხატული პასუხისგებლობა თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით. ბევრი სხვა რამ არის ასევე გასაკეთებელი და მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მუდმივად ოჯახებს, რომელთაც შვილები დაკარგეს, რომ ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა. 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედია დღეს თითქმის ყველა ქალაქში გაიხსენეს. საზოგადოებამ პატივი გარდაცვლილი გმირების ხსოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგო.